Get low when the whistle go. მოგესალმებით სურფასო მაყურებლებო, ვინც ვიყურებს ყველას მოგესალმები და ახლა შემოგთავაზებთ ვიდეოს როგორ გავაახლოთ და როგორ დავაყენოთ დრაივერები ჩვენ კომპიუტერში, ვისაც აქვთ აყენებული, გასწავლეთ როგორ გააახლოთ და ამას გავაკეთებთ ყველაფერს ონლაინში. არ დაგვჭირდება ესე ინტერნეტის დრაივერი თუ გვიყენია, მაშინ ონლაინ რეჟიმი მიგვეწოდება ინტერნეტი. რაც ინტერნეტში შეგვიძლია არის ესეთი საიტი. დავაყენებთ ყველაფერს ონლაინ რეჟიმში, ინტერნეტის დისკი არ დაგვჭირდება. აკვრიფავთ Google-ში, ვკრიფავთ ზენაში. ანუ აქ და შევიყენეთ. ვერ აქ Mesela driver box ვკრიფავთ და მოვიდეს საიტს driver box solution. შევდივართ საიტზე. ამ საიტზე შეგიძლიათ გადმოიწეროთ მთლიანად კომპიუტერში თუნდაც გადმოწერა, მთლიანად დისკი არის, მაგრამ დიდი არის 10 გიგაბაიტი არის დისკი. და აქვს 960,000 დრაივერი, ნუ არის დისკზე. თუ ამის გჭირდება, შეგიძლიათ გადმოიწეროთ. ესე თუ ინტერნეტს არ ასწორებს თქვენ კომპიუტერზე, როცა გადააყენებთ Windows და ინტერნეტის დრაივერი არ გაქვთ კომპიუტერში, პრინციპში შეგიძლიათ შეინახოთ, მაგრამ ამის გადმოწერა უკვე აღარ არის, როცა ონლაინში გვიგეთებს ყველაფერს. ამიტომ ვაჭერთ აი აქ. აი გადმოიწერა უყურებთ. აი ეს საიტი დაიმახსოვრეთ თუ ინდათ აგერ მოგიწერება და შედით პირდაპირ ამ საიტზე, შემდეგ ხსნით ამას. ველოდებით ამ დაასკანირებს ჩვენ კომპიუტერს. ასევე როგორც დრაივერები აქვს ამას მოყვება და ონლაინ იყენებთ აუცილებელ პროგრამებს. კოდეკები, ვიდეო გახსნას, ყველანაირი ვიდეო თქვენ კომპიუტერში, უნდა კომპიუტერმა არის ბრაუზერები, აგერ ნახავთ. შეგიძლიათ დააჭიროთ აქ უსტანავით ავტომატისკი, მაგრამ გირჩევა მოერჩიოთ და ხელით დააყენოთ, სათითაუროთ ყველაფერი, რომ არ დაგვიყენოთ ზედმეტი რაღაცაები, აგერ გადავდივართ. ვერა გვაქვს დრაივერები, აგერ გვიწერს რეკომენდირებული პროგრამები 6 და რეკომენდირებული გასაახლებელი დრაივერები 7. დრაივერების გაახლება ჩვენ ახლა არ გვინდა. ჯერ აგერ გასწავლით, გადადით პროგრამებში თუ რამე პროგრამები გინდა დამოირჩიეთ. ეს არ გვინდა, ვირად მიყენია, მაგალითად მე Yandex-ი მიყენია, ეს Opera-ს მიყენია, Firefox-ი და რომელსაც გინდათ აგერ ამოირჩიეთ ანტივირუსიც აქვთ. ახლა მე მიყენია ანტივირუსს არანახებს, ის ანტივირუსის მოყვება მას ბოლოში. IP პლეიერი, პორტ პლეიერი, torrent პროგრამა, გადმოსაწერი torrent-ებისთვის, Skype, აი codec bug-ი მოიშვიეთ აუცილებლად. შენდეგაც რაც გინდათ ის მონიშნეთ ვიდეოში, მაგრამ codec bug-ი მონიშნეთ, თუ არ გიყენიათ, ეს აუცილებელი codec-ი არის, პაკეტები, ესე იგი codec bug-ი არის სახელი გუგლმა თქვენ რა არის. არის პაკეტი კოდეკებიც, რომელიც დაეხმარება ჩვენ კომპიუტერს ყველანაირი ფორმატის ვიდეო გავხსნათ ჩვენ პლეიერში. შემდეგ გადავდივართ დრაივერებში. და აქ როცა არ აქვს დაყენებული, გაგვიწერს რომ არ არის დაყენებული, შეგვიძლია გაახლება ამ დრაივერების, აგერ გვიწერს ინფორმაციას დრაივერზე, ჩვენ გვიყენია 2013 წლის დრაივერი. არის რეკომენდირებული არის 2015 წლის, ჩვენ გვიყენია 2013 წლის და ასე შემდეგ შეგიძლიათ გაახლოთ. აი ამერს გავაახლოთ, რომ ნახოთ როგორ გეთება, ასე აჭერთ ამას. ველოდებით, ისე რომ გაახტა დრაივერი, მოძნე არაფერი არ არის. რომ არ იწვალოთ,
მონიშნეთ რაც გინდათ რა ერთი სიტყვით, რომელი დრაივერები ან ყოველი თუ არ იცით, მონიშნეთ დრაივერები ყველა ეს ქვედები არ არის საჭირო. პრინციპში ეს არის საჭირო, ეს არ არის საჭირო. netcom-ი საჭირო არის თამაშებისთვის რომ გახსნას, ის არის საჭირო, DirectX-იც არის საჭირო, მაგრამ თუ იყენებთ Windows 10 DirectX-ი ავტომატურად აღენია შიგნით და ეს არ არის საჭირო. დაიმახსოვრეთ, ეგენი არის ყველა საჭირო, ეს არ არის. ეს საჭირო არის netcom-ი, Microsoft Visual C++-8 და ეს არის საჭირო ეს სამი, ამას ნიშნავთ. აქ ნიშნავთ ყველა დრაივერებს, რომ არ იწვალოთ ეზევოთ რა ხდება და რა არა, რაც არის საჭირო ის აღენდება, რაც არ არის ის არ დაყენდება. და შემდეგ ვაჭერთ აქ. უსტანავით ავტომატი დისკი. ახლა მე არ ვიზამობ, არ მინდა მის დაყენება. რომ თქვენ გასწავლეთ ეს მე ყველაფერი ეგენი მეყენია. დრაივერებს გაახლება არ მინდა, იმიტომ გირჩევთ თუ გაქვთ მონაყოლი დისკი ორიგინალი კომპიუტერზე ყოველთვის დააყენოთ კომპიუტერზე მონაყოლი დისკიდან მითხრ ახლა დააყენოთ იმიტომ რომ ის 100%-იანი მუშა იქნება, მაგრამ თუ არ გაქვთ დისკი მონაყოლი და გარკვეულწილად აღარ გაქვთ ან არ გქონდათ იმას ხალხს გამოადგება ეს ნამდვილად რომ ძალიან ადვილი არის ზოგს კი მაქვს მონაყოლი დისკი, მაგრამ იქიდან უჩვენს დაყენებაც და იქიდან ძნელია, ვერ გებულობს ბევრი ადამიანები შეხვედრია ესეც ვერ გებულობს ესე იგი თავის მონაყოლი დისკიდან როგორ დააყენოს და ეს არის რაგეთვის ადვილი თუ არ იწვალოთ ბევრი აქ დააჭერთ დაყენდება ყველაფერი ავტომატურად ეს პროგრამებიც და ეს ყველაფერი დაყენდება ავტომატურად ასე ვთქვათ ეს იყო სულ მე მგონი ძალიან ადვილი და ძნელი არაფერი არ არის ახლა გავთუჟე ამ პროგრამას და ლაიქით თუ მოგეწონათ და კომენტარეთ, გამოიწერეთ არხი. ახლა კი გემშვიდობებით, ასევე ჩვენ ახსე დაემატა let's play-ები. ან let's play-ებს გავაუმჯობესებ. ასე ვთქვათ, ახალი ვარ ამაში და გავაუმჯობესებ ნელა, გავაუმჯობესებ. გამოიწერეთ არხი, გემშვიდობებით, დროებით და კარგად.